მენიღბეს ისტორია, როგორც მენიღბეს ისტორია, იწყება ლაზარიდან. დავინახე საქართველო არის თეთრი ფურცელი კულტურის დარგში, რომელზეც რასაც გინდა იმას დაწერა. გვაქვს უზარმაზარი პოტენციალი, რომ ვქმნიდეთ და ვაწარმოებდეთ სხვადასხვა სახის კრეატიულ პროდუქციას და უბრალოდ მივყავი ამას ხელი. ჩამოვაყალიბე გუნდი, ასეთივე ნიჭიერი ადამიანებისგან დაკომპლექტებული და უბრალოდ დავინახე, რომ ამ სფეროს აქვს უზარმაზარი პოტენციალი. ეს არ არის პროდუქტი, რომელიც ვინმეს რამეში სასიცოცხლოდ სჭირდება. ეს არ არის საკვები პროდუქტი ან ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი. შესაბამისად, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის შექმნა სტილი, იმიჯი, შექმნა ის, რაც მოეწონება სხვას. მე შემიძლია ვაწარმოო ნებისმიერი ღირებულების პროდუქცია, დაწყებული 50 და 100 ლარიანი რაღაც სათამაშოდან დამთავრებული საკოლექციო $15,000 ნიმუშზე. აქ მთავარი არის არატექნიკური ნაწილი, არამედ თვითონ ფორმის შექმნა. ანუ წარმოიდგინეთ, უნდა მოვიდეს ინსპირაცია, უნდა მოვიდეს იდეა, უნდა შეესხას ამ იდეას ხორცში, გამოიძერწოს ნულიდან, მოხდეს ამის ფორმირება, შემდეგ მთელი სხვა დანარჩენი ეტაპები, სანამ იმ ტექნიკურ საკითხამდე მივალთ და შესაბამისად ეს დრო ძალიან ინდივიდუალურია. შეიძლება თვეებიც დასჭირდეს. ყველაფერი იწყება ჯერ ჩამოსხმის ეტაპებით, ამის შემდეგ ხდება ნამუშევრის ზედაპირის დამუშავება, რომლის შემდეგაც აუცილებლად ხარისხის კონტროლი და შემდეგ მისი დაფერვა, ანუ მოხატვა. ეს ყოველ ნამუშევარზე მეორდება, არა მხოლოდ მიღბებზე, ეს არის ქანდაკებაზე, ეს არის ანთელზე, ეს არის სხვა ნებისმიერ პროდუქციაზე. აქ ყველაზე მთავარი არის ხარისხის კონტროლი. მენიღბე თავის თავში აერთიანებს უამრავ რაღაცას და უამრავ ვიღაცას, რომელიც კიდევ იზრდება და ეხლა ვაპირებთ სანთლების წარმოების დამატებას, ვერცხლის დამატებას, მინანქრის დამატებას, სამკაულების დამატებას და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ესეც კრეატიული პროდუქტია, ეს არის მულტიფუნქციური საწარმო, შესაბამისად, როგორც დამწყებ სტარტაპებს, ისე ჩვეულებრივ კომპანიებს ვეხმარებით სხვადასხვა პროდუქციის წარმოებაში, სამომავლო გეგმებს რაც შეეხება გაფართოვება და გაფართოვება. ვაპირებთ, რომ შემოვიერთოთ ნებისმიერი ის სამრეწველო კრეატიული საქმიანობა, რომელიც არსებობს. მათ შორის ეს იქნება ანიმაციების შექმნა, ეს იქნება კომიქსების შექმნა, თამაშებზე მუშაობა და ასე შემდეგ. ყველა ადამიანი პოულობს იმას, რასაც ეძებს. მთავარია, რომ ეს რაღაც, რასაც ვეძებთ, არსებობდეს და მე შემიძლია, რომ ეს არსებობდეს.